შვილები უფროსებზე მეტად მგრძნობიარენი არიან ტემპერატურული ცვლილების მიმართ. Როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, სასურველია ბავშვის ოთახში სპეციალური თერმომეტრი დავაყენოთ, რომელიც ტემპერატურასთან ერთად ტენიანობასაც განსაზღვრავს. Ამ საკითხზე დეტალურად საუბრობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი პედიატრი ნინო თოთაძე. Როგორც მან აღნიშნა, ბავშვის საწოლი დაშორებული უნდა იყოს ფანჯრიდან და გათბობის ნებისმიერი წყაროდან. მისი განმარტებით ძილის დროს ბავშვის ოთახში რეკომენდებული ტემპერატურა არის 16-20 გრადუსი. ამერიკის პედიატრიის აკადემიისა და სხვადასხვა კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ტემპერატურისა და ტენიანობის გაკონტროლება ბავშვის ოთახში და რეკომენდებულია დაახლოებით 68-72 ფარენჰეიტი, ანუ 20-დან 22 გრადუსამდე ტემპერატურა და ტენიანობა სულ 20-დან 50%-მდე, თუმცა არის კვლევები და მოსაზრებები, რომ რეკომენდებულია 45-დან 55%-მდე, თუმცა ამ შემთხვევაში ოპტიმალური ბალანსის ზღვარი ალბათ მაინც 50%-ია. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაცული იყოს ბავშვის ოთახში ტემპერატურა და ტენიანობა? პირველი განსაკუთრებით ჩვილი ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკის შემცირების კუთხით, მეორე ძილის რიტმის ჩამოყალიბების მხრივ, მესამე ბავშვს ეძინოს კომფორტულად და ნაკლები ტირილი ჰქონდეს განსაკუთრებულად უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის. მნიშვნელოვანი ასევე ლორწოვანი გარსის და განსაკუთრებულად ცხვირისლორწოვანი გარსის გამოშრობის პრევენციისთვის, სასუნთქის სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის როგორც აღნიშნეთ სიმშვიდე და მშვიდი ძილი, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტემპერატურაზე და ტენიანობაზე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სწორად დასაცავია, ბუნებრივია ეს პრინციპი განსაკუთრებულად თავის სირთულეს წარმოადგენს ზამთრის და უფრო ძალიან დაბალია ტემპერატურა, ან კიდევ ზაფხულის პერიოდში, როდესაც პირიქით მაღალია ტემპერატურა და ამ შემთხვევაში ტენიანობის მონაცემები კიდევ უფრო იზრდება. როდესაც რა თქმა უნდა მშრალია ჰაერი, რომელსაც ხელს უწყობს ნაკლები ტენიანობის შემთხვევაში, ბუნებრივია ამ დროს კიდევ უფრო ადვილია ბავშვის გაციების პრევენცია, მაგრამ მაღალი ტენიანობის შემთხვევაში, თუნდაც მაღალი ტემპერატურის დროს, ერთ-ერთი პრობლემა დგება, რომ არ მოხდეს ბავშვის გადახურება. ნინო თოთაძის განცხადებით, ზაფხულში, როდესაც ძალიან ცხელა, ტემპერატურისა და ტენიანობის ძლიერი ცვალებადობაა. შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში ძილის დარღვევა, ოფლიანობა, კანზე გამონაყარი და საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა. სპეციალისტმა ამ მიმართულებით მშობლებისთვის გარკვეული რეკომენდაცია გასცა. როდესაც დაგეგმარება ხდება შესაბამისად ბავშვების ოთახის, არ არის სასურველი, რომ გამართბობლები მოთავსებული იყოს საწოლთან ახლოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვა ოთახი იდგას ისეთ ადგილზე, როდესაც აქტიური მზის სხივები პირდაპირ არ ეცემა ბავშვის საწოლს და ამ დროს თქვა თავისუფლად შესაძლებელია, რომ გამოყენებული იქნას თქვა იგივე ჟალუზები, ფარდები, როდესაც ბავშვს ჰქონდეს მშვიდი ძილი, რაც შეეხება კონდიციონერებს, როგორც ცივი და თბილი ჰაერის ნაკადის მიუხედავად, რეკომენდებულია, რომ თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ კონდენსირებას, ის არ იყოს ბავშვის ოთახში და თქვა გამავალი ოთახი და ხდებოდეს მისი გაგრილება ოთახის მაღალი ტემპერატურის დროს, თუმცა თუ ეს აუცილებლობას წარმოადგენს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმ პრინციპის დაცვა, რომ ჰაერის ნაკადი ზუსტად არ მიდიოდეს ბავშვის საწოლისკენ. პედიატრის განცხადებით, ბავშვის ოთახის ტემპერატურა სასურველია 5 ცელსიუსამდე განსხვავდებოდეს გარე ტემპერატურისაგან.